ჩვენ ძალიან სწორი გადაჯგუფება მოვაწყეთ, მოვახერხეთ ჩვენი შეერაღებული ძალების ბოლო თვეებში უხმაუროთ, მაგრამ გატარდა ძალიან მტკივნეული რეფორმები. მათ შორის პირად შემოდგენილობასთან მიმართებაში ძალიან სერიოზული ატესტაციები ჩატარდა. ძალიან სერიოზულად ამაღლდა თითოეული მებრძოლის, თითოეული ოფიცრის მომზადების დონე. მოთხოვნები ამაღლდა მკვეთრად და ამავე დროს ახალი შევსება მოდის და მოვა მომავალშიც ჩვენ შეერაღებულ ძალებში. ჩვენ ილუზია არ გვაქვს, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს ომი და საქართველოს მიმართ ყოველდღიურად ისმის მუქარა. მაგრამ მტერსაც ილუზია არ უნდა გქონდეს. ყოველგვარი ახალი ფართომასშტაბიანი ავანტურა გადააწყდება თითოეული ქართველი ჯარისკაცის, ოფიცრის და მთელი ქართველი ხალხის სამკვდრო სასიცოცხლო გააფთრებულ წინააღმდეგობას. ჩვენ სამშობლოს და მის თავისუფლებას სანამ თითოეული ჩვენგანი ცოცხალია, არასდროს არ დათმობს და არასდროს არავის არ ჩააბარებს. როგორი პროპაგანდაც არ უნდა წარმოებდეს, როგორი მანევრებიც არ უნდა ეტყობოდეს ჩვენ საზღვართან, როგორი მუქარებიც არ უნდა ისმოდეს, როგორი ხალხიც არ უნდა იშოვონ თუნდაც საქართველოს შიგნით, ცალკეული ადამიანები ყოველთვის არსებობს, გუშინ კარგად შენიშნა ვანო ჯავახიშვილმა, რომ შეიქმნა საიტი mogalate.g, მაგრამ ამ საიტზე ვირტუალური მოღალატეები, რა თქმა უნდა, მათ შეიძლება ყავდეთ, მაგრამ ვერ ეყოლებათ ვირტუალური ქართველი ხალხი. ნამდვილი ქართველი ხალხი საქართველოს დაიცავს და ვერანაირი ღალატი, ვერანაირი ყველაზე უფრო ზნედაცემული გამყიდულობა, ვერანაირი მუქარა და ვერანაირი ყველაზე უფრო დიდი მტრის მიერ განხორციელებული, ყველაზე უფრო თავზე ხელაღებული ქმედებაც ჩვენ ვერ აგვაღებიებს ხელს ჩვენს თავისუფლებაზე. საქართველოს სახელმწიფო შედგა და საქართველოს სახელმწიფო შეერაღებული ძალები შედგენ როგორც ბრძოლისუნარიანი შენაერთი. ჩვენ გვყავს ჯარი, რომელმაც გამოიარა ურთულესი გამოცდილება, მაგრამ ეს გამოცდილება ასევე არის ჩვენი სიმდიდრე. ეს არის სიმდიდრე იმისა, თუ როგორ უნდა გქონდეს საქმე ძალიან დაუნდობელ, ძალიან ვერაგ, მაგრამ ამავე დროს ძალიან უსამართლო და ძალიან არასწორ მტერთან ყველა თავის ქმედებაში. მაგრამ ამავე დროს ჩვენ დღეს ვიმყოფებით აქ ეროვნული გვარდიის სამმართველოში და მე მინდა ეროვნული გვარდიის კონცეფცია გავშალოთ თავარი რაც არის. არავის არ უნდა გქონდეს საქართველოში ილუზია, რომ საქართველოს დაცვა, ესე იგი ყველაფრის დაცვა, რასაც ჩვენ ვაშენებთ. ჩვენი ახლად აშენებული ქალაქების, ჩვენი სკოლების, ჩვენი სამავთყოფოების, რაც თავარია მთლიანად ჩვენი მომავლის. ჩვენი თითოეული ოჯახის კეთილდღეობის. რომ ამ ყველაფრის დაცვა არის მხოლოდ 12, 15, 20, თუნდაც 30,000 ქართველი ჯარისკაცის და მებრძოლის და თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის საქმე. ცალკე აღებულ 12,000 კაცი ვერ შეაჩერებს ბევრად უფრო მრავალრიცხოვან დიდი დაფინანსების მქონე ვერაგ მონღოლების მემკვიდრე ურდოს, რომელიც ემუქრება საქართველოს საზღვრებს და შემოსულია საქართველოს შიგნით, ოკუპირებული აქვს მისი ტერიტორია. რა თქმა უნდა, ეს არის უდროს მემკვიდრე. რა თქმა უნდა, ეს არის ჯალალედინის მემკვიდრე და შაჰაბაზის მემკვიდრე სამხედრო შენაერთები. და საქართველოს მათ უმკლავდებოდა მხოლოდ მაშინ, როცა ყველა ქართველი ერთად იდგა საქართველოს სადარაჯოზე. ქუძე კაცი და ქუძე ქალი თუ საჭიროა. იმიტომ რომ ჩვენ მდგომარეობაში ხობ ქვეყნებში ჯარში მსახურობენ კაცებიც და ქალებიც. ჩვენ არ ვაპირებთ ამის აუცილებელი ქალების გაწვევის შემოტანას, მაგრამ
ჩვენ შეერაღებულ ძალებს და ახლა გამოვიარემ მწკრივი ამაყათ არიან ქალბატონებიც და ისინი კარგად ასრულებენ მათზე დაკიძრებულ მოვალეობას. მაგრამ როდესაც ეს მომენტი დადგება და თუ დადგება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ დადგეს, მაგრამ ნებისმიერი სახელმწიფო ყოველთვის ამისთვის უნდა ემზადებოდეს, მით უმეტეს ჩვენ მდგომარეობაში ყოფი თითეული ქართველი კაცი და ქალი. იქნება საქართველოს მებრძოლი, უნდა იყოს ზად საქართველოს საბრძოლოად. არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ მზადყოფას გულისხმობ, ეს დღესაც ასია, მაგრამ უნდა იყოს მომზადებული სათანადოდ საქართველოს საბრძოლოად. უნდა იყოს აღჭურვილი სათანადოდ საქართველოს საბრძოლოად და თითეული ამ მებრძოლის აღჭურვა ჩვენ უკვე გაგვაჩნია და უნდა იყოს ზად თითეული ქართული ოჯახი, თითეული ჩვენი ქუჩა, რაიონი, კვარტალი, სოფელი, ქალაქი, თითეული დასახლებული პუნქტი და თითეული ეზო, თითეული სახლი და ოჯახი უნდა იქცეს წინააღმდეგობის და საქართველოს თავისუფლებისთვის აშენებულ ციხესიმაგრედ გარდაქმნულ ბასტიონად. ჩვენ ვემზადებით ყოველთვის მშვიდობისათვის და ჩვენ გვინდა მშვიდობა როგორც არასდროს. იმიტომ რომ ჩვენ ვიგებთ მშვიდობას. და ამითი არის ძალიან გაღიზიანებული წრეები და ის ემუქრება მშვიდობას იმის გამო რომ ჩვენ მშვიდობას ვიგებთ. მაგრამ იმისათვის რომ მშვიდობა არ დაგვირღვიოს, მან უნდა იცოდეს რომ ის მიუხედავად იმისა რომ მშვიდობას აგებს და ეს არ სიამონებს, ომსაც წააგებს და ამიტომ ომზე არ უნდა წამოვიდეს. ეს არის ჩვენი გვარდიის ამოცანა. რა თქმა უნდა, ჩვენ სულ სხვანაირად გვაქვს ეს გასააზრებელი და ბოლო თვეები, საუკეთესო კადრი პარლამენტიდან მოუვლიეთ სწორედ იმისათვის, რომ სხვანაირად და უფრო ფართოდ გაეაზრებიო გვარდიის კონცეფცია. რომ აღარ ყოფილიყო ის სიტუაცია, როცა არ არის საკმარისად მეთაურები მომზადებული, არ არიან რომ უხელმძღვანელონ ამ გვარდიის წევრებს. აღარ ყოფილიყო სიტუაცია, როცა ჩვენი მებრძოლები, რომელთა გულანთებული ბიჭები, რომელიც წავიყვანეთ ბრძოლის ველზე, აღმოჩნდნენ მიტოვებული სადღაც სათანადო ინსტრუქციების გარეშე და ამის ელემენტები რა თქმა უნდა არსებობდა. მეთაურები უნდა იყვნენ მზად და ამიტომ პირველი ჩვენი ამოცანა არის ქართული ოფიცრების მომზადება, ქართველი მეთაურების მომზადება, სერჟანტების და კაპრალების მომზადება და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს უნდა მიყვეს, რომ ყველა ოჯახი და ყველა ადამიანი, ვისაც შეუძლია ბრძოლა საქართველოსთვის, იყოს მომზადებული იმისათვის, რომ იბრძოლოს და დაიცვას თავისი ქვეყანა. ამის გარეშე ჩვენ ლანგარზე არავინ არ მოგვართმევს არც გრძელვადიან გარანტიებს თავისუფლების და არც ჩვენი ეკონომიკური განვითარების და წარმატების. საქართველოს გადარჩა მიუხედავად ტრის ყველა ხრიკისა, მაგრამ იმისათვის, რომ საქართველოს, რომელიც მას არ დაიჩოქა და ახლა წელში იმართება, ბოლომდე მყარად იდგას ფეხზე, მთავარი კომპონენტი არის მომზადების ხარისხი, ცოდნის დონე და მასობრიობა ჩვენი შეერაღებული ძალების ასევე. იმიტომ რომ ჩვენ ერთი რამ კარგად ვისწავლეთ, საბოლოო ჯამში ჩვენ გასაკეთებელ საქმეს არავინ არ გააკეთებს. ჩვენ უნდა ვიყოთ ურთიერთთევსებადი ყველა სხვა ჯართან, ყველა სხვა არმიასთან, ჩვენ ვაგზავნით კონტინგენტს ავღანეთში, რომელიც თავისთავად უნიკალური საბრძოლო გამოცდილებაა ჩვენთვის. ჩვენ მონაწილეობთ სხვა ოპერაციებში, მაგრამ საქმე როცა ეხება საქართველოს დაცვას, ყველანი უნდა ჩავერთოთ ამ საქმეში. 100, 200, 300,000 კაცი და თუ საჭირო 9 მილიონი უნდა დადგეს იარაღით ხელში. ამდენი ავტომატიცაც ვიშოვით და გვაქვს. და ტყვია წამალით საკმარისზე მეტი გვაქვს. ახლა სულ მცირე რჩება საკმარისი რაოდენობის მომზადებული ხალხი, თუმცა რა თქმა უნდა ეს ხუმრობით. ეს არის ყველაზე დიდი ამოცანა. თქვენ დრო მუშაობს თქვენ წინააღმდეგ, იმით და მე მინდა რომ თქვენ ეს ყველაფერი კარგად გააცნობიეროთ. რა თქმა უნდა ხარისხი არ უნდა დავაგდოთ. რა თქმა უნდა საჩვენებლად ჩვენ არაფერი არ გვჭირდებათ თავისუფალ საწოლებლად, მაგრამ უნდა გვესმოდეს რომ ცალყურში შეშვება იმ მუქარების, რომელიც ელა მეორე ყურში გამოშვება, არ იქნებოდა ტრაგიკული შეცდომა. შეიძლება ვიღაცას ეს უცხოეთში უხარია რომ ესე გააკეთოს, მაგრამ ეს ჩვენი ქვეყანაა და ჩვენ ექსპერიმენტებს ჩვენი ქვეყნის ხარჯზე და რისკზე ჩვენ ქვეყნის გამო რისკში და საფრთხეში მის ბედს ვერ ჩავაგდებთ და ვერ ვიქნებით დამოკიდებული მტრის კეთილნებაზე. ეს არის ჩემი მოთქვენდა მოწოდება, მე მინდა გისურვოთ წარმატება, სახელმწიფო ყველა რესურს გამოიყენებს იმისათვის,
და მე მინდა მოვუწოდო ყველა ქართულ ოჯახს ხარი დაუჭიროთ ჩვენ შეერაღებულ ძალებს, ჩვენ ეროვნულ გვარდიას და ვიყოთ გზად, ვიბრძოლოთ და დავიცვათ საქართველო, რომელიც რა თქმა უნდა დავაშენოთ, ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ არ იყოს ომი და იყოს მშვიდობა, ვიბრძოლოთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე. გისურვებთ წარმატებას.